ალბათ გახსოვთ ერთი კვირის უკან რომ მოვედით სამწყობოში როამერია რიცხვი მეთქი ხო და ერთ კვირაში ვარ მეთქი მისასვლელი თქო მოვედით და აბა გამოიცანთ რა ხდება თვეც ამერია კარგი ის შეგიძლია სიცილიო ამაზე ვაკ მითხრეს ანუ ეს იგი ვუყურებ მარტის 26 და მე აღვიქვავ როგორც ახლა თებერვლის 26 მანამდე საერთოდ სხვა რიცხვი და მოვედი ერთი კვირის წინ ახლა კიდე მოვედი და 12 მარტში ვარ ან რა დაწერია იმ ბიჭმაც ამობიე იმ ბიჭი და ახლა აი რა გავაკეთო მირჩიეთ არ ვიცი რა გავაკეთო დედი ესე იგი გუშინ იყო ასე მეგონა რომ დედაჩემს კათეტერი გაეჭიდა მეთქი არ გამოდის მეთქი შარდი თქო და მოკლედ ხამე გამოვიძახე ექიმი ეს კაცი თავიდან დედა ისე არ უნდა მოსვლა ისე გამოვიძახე მოკლედ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არ გამოდის მეთქი თუმცა ყველაფერი ჩვეულებრივად გამოდის უბრალოდ მე დავპანიკდი და რომ მოვიდა აი ესეთი ჯერ ღმერთის წყალობით პატარა ჩართვას გავაკეთებ ესე იგი როდესაც მითხრეს გახსოვთ რომ უკვე ეს ბოლო დღეები აქვსო და რაღაცა ნახეთ დავიწყე აი მითი რა ქვია შპრიცით წყალს აი ეს მიკეტავდა მკბილებდა მიკეტავდა თუმცა ხა მაინც ვაღწევდი კვებითაც აი ეს ძალით მოკლედ არ დავნებდი და ახლა უკვე თვითონ მიხებს პირს გესმით აი რომ მითხრა დღეები არის მადლობაში რომ მოვიდე თან გუშინ მითხრა რომ კარგად უკეთ არისო დედა შენიო და რატო იმიტომ რომ არა აი ესე იგი გაკოჭილი ყავდა წარმოიდგინეთ მე და ეს დღეში ორჯერ ერთ-ერთი საათი რომ მოდის circle of care ასე ქვია წრე მოვლის წრე თუ როგორ თქვა ზრუნვის წრე და ხო დედო და ესე იგი და აი გაკოჭილი ყავდა და ძალით აი შპრიცი და ეს ძალით ესე დამიკეტავდა და ძალით შემქონდა საჭმელი თხელი და ძალით და ახლა უკვე თვითონ მიღებს პირს გესმით და რატო გამოვიძახე ექიმი კიდე რომ ესე იგი ძალიან აგრესიული მომატა აგრესიას რა და მე თქვი ანუ მაგიტომ გადავწყვიტე რომ ტკივილი აქვს და ანუ შარდი ვერ გამოდის და თურმე უბრალოდ რა მოხდა იცი დაწოლა უნდა და აი როგორც პატარა ბავშვი უკვე ემოციებს აი ესე გამო ადრეც ასე იყო მაგრამ ახლა აი დაიხალა ხო და ამაზეც უკვე წუწუნებს აგრესიული ან უბრალოდ უნდა და დაწოლა ამას ვერ მეუნდებოდა და გამოხატებდა ტირილი ტყვირილი და ასე შემდეგ და მე მეგონა ტკივილი კი არა უბრალოდ დისკომფორტში იყო დაწოლა დავაწვინე თუ არა დაწნარ და დაიძინა გესმით ანუ დააკვირდით მოკლედ მივუდგეთ უნდა უპირობო სიყვარულით სიმშვიდით და გაგებით როგორც პატარა ბავშვს ადრეც ასე იყო ახლაც არაფერი არ შეცვლილა ასეც არის უბრალოდ აი რომ გავიხსენოთ ხოლმე პატარა ბავშვს რა უნდა ხოლმე დისკომფორტში ესე იგი უნდა შევუცვალოთ აი მაგალითად საწუთში არის ყვირის გადმომყავს ხოლმე სავარძელზე ვარ ყვირის და აი ასე რა მოკლედ მონაცვლობა ხან ეს და უნდა გავიგოთ მათი ყვირილის მიზეზი რა არის აბა ახლა კიდე გააგრძელოთ ვიდეოს ყურება ამბობენ ყველა ვინც მოდის ვინც ადრე ნახა და ახლა აბა როგორ გამოკეთდა დედა თქვენი მდგომარეობა არ ვიცი მე ყოველდღე ვუყურებ არ ვიცი ეს რას ნიშნავს ანუ უფრო უკეთ არის უფრო შარდისფერი ყველაფერი უკეთესი არის და ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის აი რას შვება უპირობო სიყვარული რა შვება რომ სახლში ყავთ მშობელი აი ეს კურნავს არ ვიცი შეიძლება ხვალ რაღაცა მოხდეს თუმცა აი ამ ეტაპზე როგორც ამბობენ უკეთესად არის დედაჩემი და ძალიან მადლიერი ვარ ირწმუნეთ პირობო სიყვარულის აი ამ ყველაფერს შვება ღმერთი 2 საათი გადის კიდევ აქვთ ამასობაში ვაჭამე ისევ ჩართვას ვაკეთებ ამასობაში ვაჭამე პირი გამიღო თუმცა მერე ისევ ცემა დამიწყოს ხოთაშორს იმას მეუნება რა ქვია ვინც მოდის ხოლმე სახელმწიფოდან დღეში ორჯერ დამეხმაროს 1 საათით ესე იგი რა როგორი ძალა აქვს ძალაც მოემატა უფრო კარგად გვცემს
დედა როგორ მეტკინა იმის ეტკინა იმ გოგოს რომ ესე მოუჭ თორცე პამპერს უცვლიდით არა ვაჭმევდით და ბოლოს მოკლედ გაგიჟდა და ესე იგი თავიდან კარგად დაიწყო მე რეალურია და როგორც ეხლა კარგად დაიწყო და სამი კოვზი მქონდა მისაცემი და ხა დაიწყო ყვირილი თუმცა მაინც ბოლომდე ვაჭამე წყალიც კარგად დალია სხვადასხვა ველოდებით 1 საათში მოვა ულტრანსი მაგრამ სამაგეროდ კომფორტულად წავა და წავალ მანქანით იმიტომ არ წამოვიყვანე რომ ეს პირდაპირ ინვალიდის სავარცხლეთ მივდივართ ხოლმე $250 დაიხალა ახლა და მეტყდება ესეთი ასე დიოდა და არ მინდა და არც მინდა დავიწევი ხეთზავსო აი ასე მეწოვრე ამის თქმა მიდოდა აბატრებით და რომ მოვიყვანე ასეთი რაღაც ჯერ არავის თვალებში არ შემომჩნევა შემოვიდა თუ არა ეს ხო აკვირდება ნუ იმებს რა ქვია ნახატებს მე მივიდა აი წასვლა არ უნდა და ისეთი მადლიერი ვარ აი ამ ემოციის და ვცდილობდი ესე უყურებს ნახატებს აუ როგორი თვალები არისო მე ხო ყველგან თვალებს ხატა და როგორი თვალები არისო და აი მის თვალებში მე ვცდილობდი დამენახა ის რასაც ის ხედავდა გესმით ანუ აი მე დავხატე გავიგე მაგრამ ყველა ხო სხვაგვარად აღიქვავს და აი ესე უყურებს და არ გაყიდეთო მეუნება ასე უყურებს და წასვლა არ უნდა ვხედავ ამ ექიმს რა არ და ხო გვიან და ეს თხა მაღლა საუბრობს მე მინდა რომ წავიდეს და თუმცა ხა მეც ასე ვდგავარ და გავშეშა მისმა გაშეშებულმა მზერამ აი ესე ჩაიძირა ჩემ ნახატებში ეს პირველად გამიცადა ეს რაღაცა და ესე მეც გავშეშდი ვუყურებ რომ მინდა წავიკითხო რას ხედავს რომ მისი თვალებით დავინახო ჩემი ნახატები გესმით აი სხვაგვარად მომნუსხავ სანახაობამდე საოცრება იყო და ახლაც კომენტარის არ შეტყობინებაში ესე რომ ტირილი ეს კი ემოციას აღვიცებს საოცრება არის ხელოვნება საოცრება არის აი სულს ეხება მადლიერი ვარ დედის მადლიერი ვარ ღმერთის ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგინდი რომ დავხატავდი და აი ამ როდესაც დიდი ტკივილი ანუ დემენციდან გამოწვეული ტკივილი გარდავქვა ტაჯვა კი არ დავიწყეთ გავაგრძელებ დავიდან დაწყებული მქონდა კერგა არამედ გარდავქვენი უპირობო სიყვარულად წავალთ დედი წავალთ სასწაული მოხდა დავიწყე ხატვა ახლა ვაკეთებ ეპოქსიდს მოვიდა სულიასე და უწუნებს დაჭდომა მადლიერი ვარ დედის დემენციის ღმერთის ჩემი თავი ყველას პირველ რიგში ღმერთის რა თქმა უნდა მადლიერი ვარ თქვენ ბადროები მოვა იმედი მოქვს ულტრანსი მოქვს ისე გამოწატებული მოვა 1 საათში და ამას გადახლა არ ქვია უკვე ამას რაღაც სხვა სახელი ქვია ზე გადახლა აბა ტრაიპი